აი ხლა შეჭამე თორე პატრული მოვა და ყველას დაგვიჭერს. ანუ ცალსახად სტრესია. მუქარით შეიძლება რო ჭამოს ბავშვმა? არა, ამით უფრო დიდ სტრესს ვაყენებთ. თუმცა მესმის, იმიტომ რომ ნერვიულობთ ხო ბავშვის ეს მუქარა ხომ შობოს პირზე ადგება უკვე მრავალი საათი ტანჯვის მერე და მართლა რომ უკვე აღარ შეუძლია, აი მართლა ცხოვრება როა გამწარებული. ერთი რაღაცა არის, როგორც აღვნიშნე, როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს ნაწილი, რომ დავიცვათ ინტერვალები, კვების დროს ყველა ერთად ვისხდეთ და არ იყოს მარტო ცალკე რაღაც ბავშვი და მშობელი ერთიან ვინც საკვებს აძლევს, პროცესი გახდეს ანუ ესე ვთქვათ, საინტერესო და სახალისო და ხშირად არის ხოლმე რომ ამ დროს იყენებენ гаджеტებს, ტელეფონებს, ვიდეოებს და მივადექით ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, როდესაც არის შემთხვევები, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ბავშვმა უბრალოდ საკვები მიიღოს, ალბათ ეს უკვე რაღაც შედეგია, ხო? მიჩვეულია და უკვე დანერგილი პრაქტიკა არის. რა ხდება? აი როგორ აღიქვამს ბავშვი საკვებს მაგ დროს? დაკვირვება არ ხდება, შესწავლა არ ხდება. ასე ვთქვათ, ძალიან პასიურ მდგომარეობაში არის ამ დროს ბავშვი და ეს ხდება მექანიკური პროცესი, კვება. და კვება მარტო მექანიკური პროცესი არ არის რეალურად. სიახლეები არის, გადამუშავება არის, ინტერაქცია, კვების დროს კომუნიკაციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ აი კვების დროს რამდენად აი ყველა ოჯახის წევრი ერთად მსხდებიან, მიირთმევენ, შეიძლება ისაუბრონ, შეიძლება არა. ანუ სასიამოვნო პროცესთან უნდა იყოს დაკავშირებული. როდესაც ჩვენ პირიქით მას ხვდით ძალიან პასიურს, ან პირიქით მუქარას ვიყენებთ, იმიტომ რომ რაღაცა მიირთვას, ეს უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას და უფრო მეტად უჩნდება ბავშვს უარყოფითი დამოკიდებულება კვების პროცესზე.